მოგესალმებით, ძვირფას მსვენელებო და მეგობრებო. დღეს მე მინდა თქვენ შემოგთავაზოთ ისონოპერესის მორიგი ვიდეო, რომლის თემა ეხება როგორც იქნა NGO, ანუ ამოუცნობი ობიექტებთან დაკავშირებით საიდუმლო პროგრამების გახსნას. მაშ დავიწყოთ. მე თქვენ მოგიყვებითო და უშნოდგანა. მე თქვენ მოგიყვებითო ბევრ საიდუმლო ინფორმაციაზე, სხვადასხვა ოპერაციებზე, სხვადასხვა პროექტებზე, რადგან ყველაფერი ეს არის გახსნის პროცესის ნაწილი. მე მივიღე ნებართვა ამ თემებზე პუბლიკაციებთან დაკავშირებით, ეგრეთ წოდებული უბიწო თანავარსკვლავთან დაკავშირებით, აგრეთვე პროექტ ლუბინგთან დაკავშირებით 1957-დან 1969 წლის ჩათვლით. ჩვენ აგრეთვე განვიხილავთ ანგარიშებს სახაერო, საჯაშუშო მონაცემებს 1958-დან 1953 წლის ჩათვლით. პროექტი ლურჯი წიგნი, ფოტოგრაფიები, აუდიო ჩანაწერები, აგრეთვე რუზველტის ინციდენტზე, აგრეთვე წარმოგიდგენთ ფაილებს და ფოტოებს ამოუცნობ ობიექტებისა, რომელიც გადაღებულია ამერიკის სახაერო ძალებით, აგრეთვე ცერეუს მიერ და აქ საუბარია სამ ასოიან სააგენტოზე, რომლის დასახელება იწყება C100-დან, აგრეთვე ვისაუბრებ დოკუმენტებზე ამოუცნობ ობიექტებთან დაკავშირებით და თანამედროვე ანგარიშებზე, არა და სხვა სამხედრო ფოტოებზე. აგრეთვე ახლა კი რას ნიშნავს უბიწო თანავარსკვლავი? პროექტი უბიწო თანავარსკვლავი. რუსულად ეს ჟღერს როგორც непорочное созвездие. Непорочное ეს არის უბიწო созвездие თანავარსკვლავი. რას ნიშნავს ეს პროექტი? ეს არის ინფორმაცია კოსმოსური წვდომისა, იუპიტერის მეთაურობის და ალიანსის საჯაშუშო მმართველობის. თემა საჯაშუშო არქიტექტურა, ამოუცნობი ფრინავი ობიექტებისა, აგრეთვე განცალკევებული პროგრამები და ინფორმაციის გახსნა და სტატუსი ახლანდელ დროს არის აქტიური. ამდაგვარად საჯაშუშო მმართველობა galaktikuri ალიანსისა, უпростоრად galaktikuri ალიანსის საჯაშუშო მმართველობა სანქციონირება გაუკეთა პუბლიკაციას ამ თემებს, რომლებსაც მე თქვენ წარმოგიდგენ და რომელიც ეხება უბიწო თანავარსკვლავებს. ამ საჯარო განხილვების ცდილობაში, რომელიც იყო დაკავშირებული ამოუცნობ ფრინავ ობიექტებთან, უბიწო თანავარსკვლავეთი იყო წარმოდგენილი კონგრესის წინაშე როგორც მკაცრად გასაიდუმლოებული პროგრამა ამერიკის მთავრობისა, რომელიც დაკავშირებული იყო შეგროვებასთან და დამუშავებასთან საჯაშუშო ინფორმაციისა, რომლებიც ეხებოდა ამოუცნობ ანომალურ მოვლენებს, არსებობა, მასშტაბები, სტრუქტურები და საქმიანობა ამ პროგრამისა მკაცრად იყო გასაიდუმლოებული, მაგრამ უბიწო თანავარსკვლავედი წარმოადგენს უფრო მეც, ვიდრე გონიათ.
იუპიტერის მეთაურობის არხივების მიხედვით ეს ტერმინოლოგია ეკუთვნის არა მხოლოდ რომელიღაც ერთ პროგრამას, არამედ შემუშავებულ საჯაშუშო არქიტექტურას. ის გაკუთვნილია შეგროვებისთვის, სისტემატიზაციისთვის, ანალიზისთვის და კონტროლისთვის, ინფორმაციის კონტროლისთვის განვითარებული ამოუცნობის საფრენ აპარატებთან. ამოუცნობის საფრენი აპარატებთან დაკავშირებით, რომლებიც მოქმედებენ დედამიწის ატმოსფეროში და მიწის სიახლოვეს სივრცეში. ამდაგვარად საბოლოო მიზანი დევს არა ამ საიდუმლო პროექტის არსებობაში, არამედ იმაში, თუ რა ცნობილი ამ პროექტისთვის. არქიტექტურა თანავარსკვლავედისა არის უბიტო თანავარსკვლავედი. ამ კონტექსტში ტერმინი თანავარსკვლავედი ნიშნავს ქსელს და არა ცალკე დაწესებულებას. ეს ნიშნავს, რომ არსებობს სხვადასხვა სამხედრო, საჯაშუშო ქვედანაყოფები აეროკოსმოსური დაკვირვებისა, თანამგზავრის საჯაშუშო მუშაობისა, რადიოტექნიკური საჯაშუშო პროცესებისა, აგრეთვე სპეციალიზირებული ჯგუფები აღდგენასთან დაკავშირებით, ყოველი მათგანი ფლობს მხოლოდ საერთო სურათის რაღაც ნაწილს. მაგალითად, ერთ ქვედანაყოფს შეუძლია ანალიზირება გაუკეთოს არაჩვეულებრივ რადიოლოკაციურ სიგნალებს. სხვა შეუძლია შეისწავლოს თანამგზავრის ფოტოები, მესამე თანაჯგუფს შეუძლია გამოიკულიოს სამხედრო თვითმფრინავებთან შეჯახებების შემთხვევები და კიდევ ერთ დანაყოფს შეუძლია შეისწავლოს მასალები, რომლებიც მიიღეს ანომალური აეროკოსმოსური ინციდენტების შედეგად. კიდევ ერთ შეუძლია შეეცადოს განსაზღვროს წარმოშობა და მუშაობის პრინციპი. დამახასიათებელი თვისებები ამ საფრენი აპარატებისა, რომლებიც წინ უსწრებენ ჩვეულებრივი აეროკოსმოსური სისტემების შესაძლებლობებს, მხოლოდ ცოტანი საქვთ წოდომა ყველა საჯაშუშო ინფორმაციის მიმართ, თუ ისინი არ მონაწილეობენ ჩრდილოვანი სახელმწიფოს პროგრამებში, ან არ მონაწილეობდნენ. ასეთი ფრაგმენტაცია ქმნის იმას, რასაც გალაქტიკური ალიანსი უწოდებს ინფორმაციის თანავარსკვლავედს. 1000 განცალკევებული და დაკვირვებები, რომლებიც მოგიჩვენება არადაკავშირებულების, სანამ არ იქნება შესწავლილი ძალიან მაღალ წვდომის დონეზე, რის შემდეგ წერტილები იწყებენ გაერთიანებას და ქმნიან საერთო закономерность. და ქმნიან კანონ ზომიერებას. закономерность არის კანონ ზომიერება. და კონტექსტიდან გამომდინარე ხანდახან ნიშნავს ნიმუშს. და მთავარი შეკითხვა, რომელიც ებადებათ უმრავლეს ადამიანებს, ამოუცნობი ობიექტებიო მართლა შედიანო მიწიერი სივრცის აეროკოსმოსურ სივრცეში. მიწიერი აეროკოსმოსურ სივრცეში. დიახ, მართლა შემოდიან მიწიერ აეროკოსმოსურ სივრცეშიო. უკვე ისინი ამას აკეთებენ უკვე 1000 წლეულის განმავლობაში და არა მხოლოდ 1947 წლიდან. ესე იგი, უფრო სიღრმისეული შეკითხვა დევს იმაში, თუ ვინ მართავს მათ. გალაქტიკური ალიანსის აზრით,
ისინი მოვიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ეს მოვლენები არ შეიძლება ახსნა ერთადერთი წყაროთი. საქმე იმაში არისო, რომ ამოუცნობი ობიექტები შეიძლება დაყო რამდენიმე ფართო კატეგორიებზე. ექსპერიმენტალური აეროკოსმოსური პლატფორმები შექმნილი ადამიანებით არასწორად იდენტიფიცირებულია ჩვეულებრივი ობიექტები და რასაკვირველია ამოუხსნელი მოვლენები დაკავშირებული საფრენ აპარატებთან. შექმნილი სხვადასხვა განვითარებული ცივილიზაციებით ადამიანის, ესე იგი, თანამედროვე ადამიანის საზოგადოების ფარგლებს მიღმა. ამდაგვარად სხვაობა დგება ძალიან უпростоრად. სხვაობა რჩება ძალიან ზოგჯერ ხდება ისე, რომ ამოუცნობი საფრენი აპარატი ყოველთვის არ ეკუთვნის არამიწიერ ცივილიზაციებს. ყოველი უჩვეულო სინათლე მეტყველებს განვითარებულ ტექნოლოგიებზე და ყოველი უჩვეულო სინათლე, უпростоრად მაპატიეთ, შემეშალა, ყოველი უჩვეულო სინათლე არ მეტყველებს განვითარებულ ტექნოლოგიებზე და ყოველი გასაიდუმლებული აეროკოსმოსური პროექტს არ აქვს რამე ასე ვთქვათ კავშირი არ ადამიანურ გონებასთან. ამდაგვარად ამოცანა შედგება იმაში, რომ გამოვყოთ ჩვეულებრივი ანომალიები მართლა არაჩვეულებრივი შემთხვევებისაგან. ეს ყველაფერი ვეხმარება ჩვენ მივიდეთ galaktikურ დონემდე. galaktikური ალიანსის არქივებიდან გამომდინარე, დედამიწა იმყოფება ჭიდროდ დასახლებულ რეგიონში ვარსკვლავთა საშორისო სივრცისა. ამ ანგარიშიდან გამომდინარე, მრავალი განვითარებული ცივილიზაციები თვალს ადევნებდნენ კაცობრიობას სხვადასხვა ეტაპებზე მისი განვითარებისა. ზოგადი მათგანი მოქმედებდნენ კაცრ შეთანხმებასთან დაკავშირებით არ ერეოდნენ დედამიწელების საქმეში. ხო, როდესაც ამ დროს სხვები მხარს უჭერდნენ განსაზღვრულ დიპლომატიურ ან სამეცნიერო კონტაქტებს კაცობრიობის რჩეული წარმომადგენლებთან. აგრეთვე მესამე კატეგორია, რომლესაც ეკუთვნით ნეგატიური არამიწიერი ჯგუფები, დაჯგუფებები, აკეთებდნენ იმას, რაც სურდათ. ეს ნეგატიური წარმომადგენლები არღვევდნენ galaktikურ პროტოკოლებს, ამდაგვარად ამ კონტექსტში galaktikური ალიანსი თulis დედამიწას განვითარება ცივილიზაციად, რომლებიც უახლოვდება ეგრეთ წოდებულ კონტაქტის ზღვრს. ასე რომ რა არის კონტაქტის ზღვრები? ეს მომენტია, როდესაც პლანეტარული საზოგადოება დგება ტექნოლოგიურად და ფსიქოლოგიურად უნარიანი აღიაროს, რომ ის არაა მარტო ამ სამყაროში და რომ გონიერი ცხოვრება არსებობს ჩვენი სამყაროს ფარგლებს მიღმათაც. აი ეს რას ნიშნავს? ჩქარი გავრცელება თანაზავრების ქსელებისა, ინფრასტრუქტურული წითელი დაკვირვება, რადიოლოკაციური სისტემები, მათ შორის სამოქალაქო კამერები, რამდენჯერ გვინახია ჩვენ სოციალურ ქსელებში თუ ხალხი როგორ უღებს ვიდეოს ან ფოტოს ობიექტებს, ამოუცნობ ანომალიებს ცაში,
სწორია, მათ შორის კომერციული და კოსმოსურ ფრენებსაც. ყველაფერი ეს კეთდება მუდმივი საიდუმლოს შენახვისთვის, უпроსორად, ყველაფერი ეს ხელს უშლის მუდმივ გასაიდუმლოებას საიდუმლო ინფორმაციისა, რადგან ამის გაკეთება რთული ხდება იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს ყველა შეუძლია გადაიღოს ტელეფონებით ფოტო და ვიდეო და ეს ჩვენი თვალი და ეს ჩვენგან არ იმალება, ვერ მალავენ ამას, რაც არ უნდა ეცადონ, ამას ვერ მალავენ. რადგან ვიღაცა მაინც იღებს. ასე რომ დღესდღეობით და სულ მალე ცენზურირება გაუკეთო ცას მათ მხრიდან იქნება შეუძლებელი. და რატომ აქვს ასეთი უბიწო თანავარსკვლავეც ამდაგვარი ნიშნულობა? რაც გააჩნია გალაქტიკური ალიანსის თვალსაზრისით, უბიწო თანავარსკვლავეთი წარმოადგენს თავის მხრივ ძალიან მნიშვნელოვან გადასასვლელ მექანიზმს საიდუმლო ეპოქიდან ინფორმაციის გახსნის ეპოქებს შორის. ჩვენ ვიცით, რომ აწლეულობის განმავლობაში ინფორმაცია ანომალურ საფრენ აპარატებზე ძალიან იმალებოდა, იმიტომ რომ მხოლოდ მთავრობებს ჰქონდათ რთული სისტემები, რომლის მეშვეობით შეიძლებოდა რამის დაფიქსირება. მოდით ვიყოთ კეთილსინდისიერები ჩვენ თავებთანო. საიდუმლო მთავრობას აქ იგულისხმება ჩრდილოვანი სახელმწიფო, რადგან ისინი მართავდნენ დღემდე. ახლა მხოლოდ ნაწილობრივ აქვთ მაგათ მართლობის ხვედები, ასე თქვათ, რადგან ჯერ კიდე საბოლოოდ მათი საბოლოოდ მოცილებისთვის იქ რაღაც არის მიზეზები, ისინი ელოდებიან, სანამ ამოიწურება დრო იწურება მგონი ოქტომბერში ძველ მატრიცას და არა ამას მეგეუნებით სხვა წყაროებიდან გამომდინარე. მე თუ რამეს ვუმატებ, მე ხომ ყველა ვიდეოს ვერ გადავთარგმნე, ამისთვის როცა საჭირო, კი ახლა უფრო ჩქარა ჭურთა მე ვიდეოებს, მაგრამ არის ისეთი ვიდეოები, რომლის გადათარგმნა მთლიანობაში არა საჭირო იმისთვის, რომ რაღაც 2-3 ინფორმაცია, ახალი ინფორმაცია მოგაწოდოთ. მერწმუნეთ, მე თქვენ ტყუილს არასდროს არ გეტყვით, მე არც მჭირდება ტყვილი, მე ვთქვი ბევრჯერ მithქვავს, რომ მე ვარ ძიებაში როგორ არა, მე ჩემი გზა ვიპოვე, მაგრამ რადგან მე ჯერ არ მაქვს გახსნილი ჩემი უნარები და რაღაც მხოლოდ ნაწილობრივ ხედავ რაღაცებს და მე ვერ ყდობით ჩემი ინტუიციას, თუ ინტუიციას ვენდობი, როდესაც მე ვენდობი ინტუიციას, ინტუიცია არასდროს ღალატობს, როდესაც ვენდობი ინტუიციას და გულს არასდროს ღალატობს და ადრე იმდენად ვერ ვერკვეოდი ჩემში, ჩემ საკუთარ თავში და ბევრჯერ წამიგე იმის გამო, რომ ჩემი გულის თქმისთვის არ დამიჯერებია და ჩემი ინტუიციაზე არ მომიქცევია ყურადღება, მაგრამ ახლა მე ყველაფერს ისე ვაკეთებ, როგორც საჭიროა. მერწმუნეთ, არ დაგიმალავ და მე ხმაურიც მესმის მუშაობის ჩემ გარშემო და დაწყებული 20 წლიდან 2020 წლიდან მე შევამჩნიე, რომ ჩემ გარშემო რაღაც ხმაურია და ხმაური აქვს ენერგიებს. კი, ბევრი შეიძლება არ ისმოდეს ენერგიების ხმაური, მაგრამ
თქვენ ახლა წარმოგიდგენიათ ელექტრო გაყვანილობა, როდესაც მუშაობს, რამე რო არ გაქვს, თუ არ გაქვს ჩართული, ან რამე უბრალოდ რამე თუ გაქვს ჩართული, ხო? ბევრს თქვენგან ალბათ გაგიგონიათ მრიცხველი როგორ მუშაობს. ახლა მრიცხველები აყენიან სადარბაზოებში, ვისაც ვინც ბინებში ცხოვრობს, მაგრამ ვისაც ოთახებში აქვს დაყენებული მრიცხველები ან მრიცხველთან ახლოს არიან, ესმით მუშაობა, დენის მუშაობის ხმა. ან და ვინც ელექტრიკოსები არიან, მაგათ ბევრჯერ გაუგონიათ თუ რა უჩვეულო ხმა აქვს ელექტროდენს, როდესაც ის გადის, ხო? მე მაგალითად ბევრი რამ მესმის და მე თავიდან არ ვიცოდი ეს რა იყო, მაგრამ შემდეგ როდესაც გავერკვე, ეს ყოფილა ენერგიები და სხვათა შორის ჩემი მერკაბას ხმაურიც მესმის. როდის იცით? მე მართალია სამწუხაროდ ხშირად არ ვაკეთებ სუნთქვის ვარჯიშებს, იმიტომ რომ ზოგჯერ გვიან მეხვდება, როცა ღამეს ტეხავ ან ჩამეძინება, ტეხა სპეციალურად კი არა, როდესაც არ მეკარება ძილი. მერე გამთინაზე რო ჩამეძინება, ეს შერკურსზე უნდა გააკეთო, სასურველია ჭამამდე და როდესაც მე ვაკეთებ, ზოგჯერ ვცდილობ გავაკეთო, შეიძლება გვარად და როდესაც უნდა მოითმინო ერთი წუთს ხანდახან ერთ წუთს ვაცილებ ბევრად, თავისუფლად, მაგრამ ხანდახან იმ ერთი წუთის მოთმენაც მიჭირს და როდესაც ერთ წუთს ვაცილებ და მე და რაც შეიძლება ხანძლივად გაუძლო, უცებ მესმის რუხუნი, როგორი ხმა იცით? დუ რაღაცნაირი, როგორ არით როგორ გადმოგცეთ. თითქოს რაღაც მექანიზმი მუშაობს. ამ დროს და ეს მექანიზმი სხვა შეიძლება არ იყოს, ეს მერკაბა ყოფილა. მერკაბა. და საიდან ვიცი ეს მე? ახლა მე არ მინდა დროს სამართლს ახლა რომ აგიხსნათ. იქ მე მივაგენ ინტერნეტში ძალიან საინტერესო ვიდეოების სერიებს და მე მინდა ეს ვიდეოები თქვენ გადაგითარგმნოთ, სადაც მეცნიერი ყვება მერკაბაზე. ხო, იქ მას რაღაც სქემები აქვს, იმ სქემებს მე თქვენ ვერ წარმოგიდგენთ, მიახლოებით აგიხსნით, დაგიხატავთ და ძალიან საინტერესო თემა, რაც ეხება მერკაბა. მერკაბა ჩვენ ყველას გვაქვს. კარგი, მოდით ახლა მე ამ თემას არ შევეხები. მერკაბაზე მე გადავიხებ ცალკე ვიდეოს, გადაგითარგმნით, მოვძებნი ისეთი კონტაქტორის ვიდეოს, რომელსაც მე ვენდობი და რომელთანაც რეზონირებს ჩემი ენერგიები. ამიტომ თუ თქვენ რამე ხმაური გესმით, არ შეგეშინდეთ. პანიკაში არ ჩავარდეთ. აი თქვენ ხომ მიეჩვიეთ, როდესაც მაცივარი მუშაობს, ახანდელი სარეცხი მანქანებიც ტრიალებენ ამის ხმას ხო შეეჩვიეთ, რადიოს ხმას შეეჩვიეთ, ყველა სიგნალებს შეეჩვიეთ, რაც კი ეხება ჩვენ ელექტროპრიბორებს, ხო? ხო, ეს ტექნოლოგიას რაც ეხება, მაგრამ ეს არის თქვენი შიდა ტექნოლოგიები. დროა თქვენ მიეჩვიოთ ამ თქვენ შიდა ტექნოლოგიების ხმაურს. არ შეგეშინდეთ, ეს ბუნებრივია, თუ თქვენ რაღაც გესმით. ბუნებრივია, თუ არ გინდათ რომ სხვებმა გაიგოს, რადგან ყველა არ მიიღებს ამას. ახლა ვინმე შემთხვევითმა რომ უსმინოს ამას, რასაც მე ვამბობ, სასაცილოდ არ ეყოფა. მაგრამ რადგან თქვენ მე მისმენთ, ეს იგი რაღაცაში მეთანხმებით. კი, ძალიან რთულია დაიჯერო ბევრი რამე, იმიტომ რომ რამდენიმე თაობა ცხოვრობთ წყვილში, მე თქვენ არ გამტყუნებთ ამის გულისა, არ გამტყუნებთ, მაგრამ მოусვინეთ თქვენ გულებს. დავაკვირდით თქვენ როგორ რეზონირებს ინფორმაცია თქვენთან. და ამის მიხედვით შეგიძლიათ სწორად მიხვდეთ, სწორად აირჩიოთ თქვენი მიმართულება. და ნურასოს გაუბრაზდებით სხვებს, რომ ის არ ფიქრობს ისე, როგორც ფიქრობთ თქვენ. ესეც ცოდვა. ხო, ესეც ცოდვა, ვიღაცა შეაგინო გალანს ხო? კი. მე ჩვევებს ვიღებ. ბევრმა მომწერა
რჩევები და დიდი მადლობა. მე მართლა ამ ტელეფონის ტექნოლოგიებში კიდევ ვერ ვერკვევი და არც კი ვიცოდი თუ შეიძლებოდა ტელეფონის მიკროფონი არსებობდა. ახლა ტელეფონი ადრე კი მივარდებოდა იქ სადაც ხოროდი იატაკია და აქ დამივარდა ერთხელ ცემენტია აქ და რამდენიმე დღეში გაჩნდა ხაზები. და ინტერნეტში რო შევედი თურმე ტელეფონის მატრიცაა დაზიანებული და ამიტომ უჩვენებს ხაზებს და რადგან მე ახალ ტელეფონს ვერ ვიყიდი, ალბათ მომიდა სადღაც ეკრანი უნდა გამოვცვალო ახლა დღეს და ხვალ არა სასწრაფო მაგი არ მიჩქარება მე და მე ტელეფონს გამოვცვლი და მიკროფონსაც უყიდი ტელეფონს, იმიტომ რომ მიკროფონი აუცილებლად მჭირდება, რადგან ჩემი ხმა ცუდად ისმის და მე ყოველთვის ხმამაღალ ლაპარაკობ, როდესაც მინდა რომ თქვენ გაიგოთ. ამ დროს მეც ვიძაბები, ხელი მეძაბება. ამიტომ ძალიან კარგი რჩევა და საერთოდ თუ რამის რჩევის მოცემა გინდათ არ მოგერიდოთ. პირიქით, მე თქვენი რჩევები ძალიან დამეხმარება. თუ ეს რჩევები ეხება ამ საქმეს და საერთოდ ეხება ხარისხიან ინფორმაციის მოწოდებას. შეძლების გვარად, როგორც კი მე მექნება ამის ფინანსური საშუალება, მე აუცილებლად შევასრულებ თქვენ რჩევებს. კარგით, და გამიგრძელდა ხო? და ამ საიდუმლო სახელმწიფოსო აქვსო მართლობის ორი ფორმა. არის მთავრობა, კონგრესის, სენატის, წარმომადგენლების პალატის ზედაპირზე, ფონზე და არის ჩრდილოვანი სახელმწიფო, რომელიც მოქმედებს ამ კანონიერი სახელმწიფოს ფარგლებს მიღმა. ანუ ჩუმად მაგადგან პრეზიდენტს და საერთოდ ვინც პრეზიდენტის ასე ვთქვათ წარმომადგენლობაში შედის, მაგათ ყოველთვის სიმართლეს არეუბნებიან. მაგალითად ვინ იყო გვარი დამავიწყდა? კარგი, დავანებოთ ამას თავი. გვარი დამავიწყდა. დღეს სიტუაცია შეიცვალა. კომერციული თანამგზავრები აფიქსირებენ იმას, რომ დედამიწის ზევით მუდმივად აფრინავენ საფრენი ანომალური ობიექტები, მათ შორის კერძო კომპანიებისა, რომლებიც იწყებენ თანამედროვე დაჩეკების გამოყენებას. და თქვენ როგორ ახსნით ამ მოვლენებს? რომ ბევრ ადამიანებს, მილიონ ადამიანს აქვს კამერები მაღალი ფიქსელებით, ესე იგი შესაძლებლობებით, რომლებიც მუდმივად იხებენ ამ უცნობ საფრენ აპარატებს. დამოუკიდებლები მკვლევარები ანალიზირებას უკეთებენ საერთოდ ჯგუფისთვის მისაწვდომ ინფორმაციას. სხვა სიტყვებით, მონოპოლია დაკვირვებაზე ქრება, რადგან გამოდის კონტროლიდან და ეს იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ყოველ ადამიანს აქვს თითქმის ვიდეოკამერები თუ არა, ტელეფონები, რომლითაც მათ შეუძლიათ ყველაფერს გადაღება, ხო? და ინფორმაციის გახსნა მეტი არ იქნება დამოკიდებული იმ ადამიანისგან, ვინც გახსნის გასაიდუმლოებულ არქივს, იმიტომ რომ არის კიდევ ტექნოლოგიები, დარჩენილი ტექნოლოგიები და ისინი თანდათანობით მიიყვანენ საქმეს გამჭვირვალობამდე, რაც მიგვიყვანს ჩვენ კოსმოსური ძალების და სფეროების მათი მოქმედების სფეროების გაფართოების თემასთან უпростურად, აგრეთვე შექმნა და განვითარება ამერიკის კოსმოსური ძალებისა
აგრეთვე ახალი ეტაპი დაიწყება კაცობრიობის ურთიერთობის კოსმოსთან. ოფიციალურად კოსმოსური ძალები პასუხობენ ამერიკის ინტერესების დაცვას კოსმოსში და მხარდაჭერა ამდაგვარი შესაძლებლობებისა არის როგორც გაფრთხილება სარაკეტო თავდასხმაზე, თანაგზავრების კავშირზე, ნავიგაციაზე და კოსმოსურ გარემოების შეტყობინებაზე. ხაერ საწინააღმდეგო თავდაცვა, ანუ იგივე სახაერო თავდაცვა ხდება სახაერო კოსმოსური. სახაერო კოსმოსური თავდაცვა ხდება კოსმოსური და გახსნილობა კოსმოსურ გარემოზე ხდება გახსნილობად საპლანეტო შორისო გარემოზეც და პლანეტათა შორისო გარემო ხდება galактიკური გარემოების გახსნილობად, ასე რომ ვთქვათ. ანუ ეტაპობრივი უпростоრად პროცესი ხდება და კაცობრიობის ცივილიზაცია იწყებს აღთქმას საკუთარი თავისა არა როგორც სახელმწიფო, არამედ როგორც პლანეტარულ ცივილიზაციისა, რომლებიც გადიან მზის სისტემის ფარგლებს მიღმა. galактიკური წარმოდგენების თანახმად ჩვენ მივახციეთ იმას, რომ რასაც ისინი უწოდებენ ინფორმაციის გახსნის ზღულს. galактიკური ალიანსის რაზვედკა თვლის, რომ ინფორმაციის გახსნა ეს არის თანამიმდევრობა მოვლენებისა და არაერთი განცხადება. ჯერ ხდება ამოუხსნელი ობიექტების არსებობის აღიარება, შემდეგ ხდება იმის აღიარება, რომ ზოგი მათგანი ფლობს უჩვეულო დამახასიათებელ ნიმუშს. შემდეგ იწევა გამჭვირვალობა მონაცემებთან დაკავშირებით, რომლებიც მიღებულია დაჩეკების და ისტორიული დაკვრებების შედეგად. შემდეგ დგება კითხვა, რომლის ახსნას ცდილობს კაცობრიობა რამდენიმე თაობის განმავლობაში. მარტონი ვარ თუ არა ჩვენ სამყაროში. რაც საკურველიაო, ჩვენ არ ვართო მარტონი მთელ სამყაროში. დედამიწა გახდება ერთ-ერთი უსაზღვრო გონიერი ცივილიზაციებისაგან. გონიერი საზოგადოებები, რომლებიც დაფანტული, მიმოფანტული არიან galaktikis და მის საზღვრებს მიღმა, მაგრამ ინფორმაციის გახსნა ნიშნავდეს იქნება არა მხოლოდ იმას, რომ არამეტი ცივილიზაციები არსებობენ. კაცობრიობას მოუწევს გადახედოს თავისი ისტორია, თავისი სული ერობა და ცნობიერების გაგება. აი ამიტომ კონტაქტი გახდება პლანეტარული მასშტაბის მოვლენად. უბიწო თანავარსკვლავედი და მისი გამოცხადება. ამდაგვარად იუპიტერის მეთაურობა აფასებს უბიწო თანავარსკვლავედს იზოლაცია, როგორც სიმბოლური ხიდი ეპოქებს შორის, ორი ეპოქას შორის. პირველი ეპოქა იყო დამახასიათებელი გაყოფით ნაწილება ჩრდილოვანი სახელმწიფოს მეშვეობით. ახლა კი ჩრდილოვანი სახელმწიფო ლიკვიდირდება, ანუ ახლა ჩრდილოვან სახელმწიფოს უკეთებენ ლიკვიდაციას მიწიერი ალიანსის მიერ. ასე რომ იქნება მეორე ეპოქა,
რომელიც იქნება დამახასიათებელი ინტეგრაციით გამოყოფილი ჯგუფებისა მეორე დონისა, რომლებიც შექმნა ჩრდილოვანმა სახელმწიფომ ზედაპირული დედამიწელების დახმარებით, ესე იგი ჩვენი დახმარებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ინფორმაცია, რომელიც ადრე იყო გაცალკევებული და ეკუთვნოდათ მხოლოდ სამხედრო მოწმეებს, სპეც სააგენტოებს, მეცნიერებს, აეროკოსმოსურ კვადრატჩიკებს, სამოქალაქო კვლევარებს და ჩვეულებრივ კვლევარებს. ახლა ეს ყველაფერი გაერთიანდება და გახდება ხილვადური, როგორც საკმარისი ნაწილები თავ სატეხისა და ამას გვერდს ვერავინ ვერ აუვა და ვერანი ვერ უარყოფს, ვინც აქამდე ხმას არ იღებდა და ამაში შედგება აზრი, სიღრმისეული აზრი, სიტყვისა თანავარსკვლავედი. მარტო ერთი ვარსკვლავი ბევრ რამეზე არ მეტყველობს, ხო? როდესაც თქვენ აერთიანებთ ანალოგიურ რაოდენობას ვარსკვლავებისა, თქვენ ხედავთ ცნობილ უზორს, ხო? მასევე იქნება საქმე ინფორმაციასთან გახსნის დროს. ცალკე დამოწმებები შეიძლება ცალკე დამოწმებები შეიძლება უпроსტად ცალკე დამოწმებების გამო შეიძლება იკამათოთ, არსებობს ცალკე დოკუმენტები, რომლის დაყენება თქვენ შეგიძლიათ ქვეშ, არიან ცალკე მოწმეები, რომლების დაკითხვა შეიძლება, მაგრამ დამოუკიდებელი ინფორმაციის წყაროები ეთანხმებიან ერთში, რომ კაცობრიობა იწყებს სრულიად სხვა შეკითხვების დასმას, ხო? და ეს შეკითხვა დევს იმაში, რომ გვინდა თუ არა ჩვენ სიმართლის ცოდნა. გინდა თუ არა თქვენ გაიგოთ სიმართლე. მე მაგალითად მინდა. მე არ მინდა გავაგრძელოთ ყოსვით ცხოვრება. მე რატომ ვიჩხიგები ამდენს ინფორმაციაში? ბოდიში ამ სიტყვისა, იმიტომ რომ მე მინდა სიმართლე გავიგო. მე ყოსვით ცხოვრება დიდი ხანია მომბესრდა. დიდი ხანია მე სულ ზევით ვიყურებოდი. სულ მიყვარდა საზეყურება, ღამის საზეყურება. სულ ჩემთან საუბარი, სულ ვეძებდი ღმერთს. და ღმერთი ჩვენში ყოფილა ყველაში. ჩვენ ვართ ყველანი ღმერთის შვილები, ღმერთის ნაწილები უпроსტოდ, რადგან ჩვენ ვართ ფრაგმენტებად დაყოფილი ღმერთი. ის რამდენიმე ფრაგმენტებად დაიყო და გაფრინდა მთელ კოსმოსურ სივრცეში, რომ მიიღო გამოცდილებები. მაგრამ საქმე იმაშია, რომ და იქ დარჩა მთავარი რაღაც ნაწილი, ხო? მაგრამ საქმე იმაშია, რომ ვალერია კოცოვას აქვს ნათქვამი. ჩვენ გამოცდილებებს კი ვღებულობთ, მაგრამ ჩვენ თავარ შექმნელამდე, რომელსაც ეს თავისი ისინი გაფანდა, ხო? და გააცოცხლა სამყარო, რადგან მარტო იყო და მოიწყინა და გამოცდილების მიღება უნდოდა. მან ადგადა ხო, მასთან მიდის, მასთან მხოლოდ დადებითი გამოცდილების შედეგები. მის გარშემო არის ეფირი, მაღალ ვიბრაციული ეფირი. მინდა გითხრათ, რომ ყველგან არის მაღალი ვიბრაციები და დაბალი ვიბრაციები. და ეფირშიც ეფირიც არის მაღალ ვიბრაციული, დაბალ ვიბრაციული, როგორც სივრცე, მაღალ ვიბრაციული, დაბალ ვიბრაციული, როგორც დრო, მაღალ ვიბრაციული, დაბალ ვიბრაციული, როგორც ასტრალი, მაღალ ვიბრაციული, დაბალ ვიბრაციული. ხო, ასეთ მდგომარეობა არის ყველგან. და აგრეთვე იმ თავარ, ასე ვთქვათ, აბსოლუტს გარშემო არტყია მაღალ ვიბრაციული ეფირი, როდესაც ჩვენი გამოცდილებები, ჩვენ რო დავასრულებ ჩვენ ამოცანას, ეს გამოცდილებები მიდის მაგ მაღალ დონემდე, ეფირი არ უშველს დაბალ ვიბრაციულ გამოცდილებებს, არა. ის გამოცდილებები გვემახსოვრება მხოლოდ ჩვენ. აი მაგალითად ჩვენ თუ გადავედით შემდეგ დონეზე, ეს ასპექტი, მიწირი ასპექტი ჩვენი, მაღალი მე რა არის?
ასპექტები, ყველაზე მაღალი ასპექტი სადაც არის, ის არის მაღალი მე. აი ამ შემთხვევაში ახლა მაგალითზე აგიხსნით, როგორც ალიანა ბრეგინას ასპექტი, მთავარი ასპექტი ცხოვრობს არსულზე, ხო? ესე იგი ჩვენ როგორც კი ნაბიჯ, საფეხურ ავალსებით, აქ დავამთავრეთ ჩვენ კარგად შევასრულეთ ამოცანას. აქედა ჩვენი სული უკვე შეუერთდება ზედას. ანუ ეს ჩვენი ყოველ საფეხურიანი ასლა გვიახლოვებს ჩვენ თავარ ასპექტთან და ჩვენ მას შევუერთდებით. ცა ხდება უფრო მისაწვდომი დასაკვირვებლად, კოსმოსი ხდება უფრო მისაწვდომი ინფორმაციის დაყოფა დღეს ხდება ძალიან რთული. კაცობრიობა იწყებს დედამიწის ფარგლებს მიღმა ყურებას ახალი აღთქმით, ახალი როგორ გითხრათ, სუმავიწყება ეს სიტყვა. Воображение. ხო გამახსენდა. ახალი წარმოსახვით კერძო სექტორში იყო მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი ძრავების დანადგარებთან ძრავების დანადგარების სფეროში ენერგიის წარმოება, განვითარებული მასალების წარმოება, გრავიტაცია, მანიპულაცია, საველე ძრავები, კვანტური კავშირი, წინა სამედიცინო ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, ინიციატივები, გარემოს აღსადგენად და ტექნოლოგიები, რომლებსაც შეუძლიათ რადიკალურად შეცვალონ ტრანსპორტი და წვდომა ადამიანებისა კოსმოსში. ყველაფერი ეს იმალებოდა ჩვენგან, ინახებოდა ჩვენგან. ალიანსი და გალაქტიკური ალიანსი მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ეს ეპოქა, რომელიც ეკუთვნოდა მხოლოდ კერძო პირებს, უნდა დამთავრდეს. ტექნოლოგიები იმისთვის არ იყო გაკუთვნილი, რომ შეენახათ, დაემალოთ ხალხისაგან, არა. ეს ტექნოლოგიები იყო შექმნილი ადამიანებისთვის, ხალხისთვის, ამიტომ ისინი უნდა გახდნენ კაცობრიობის მემკვიდრეობის ნაწილი. იმასთან ერთად, როგორც კი ჩვენ ვდგებით, კოსმოსური საზოგადოების ნაწილი ხდება დემონტაჟი ძველი ქსელისა, ანუ სისტემატიური ლიკვიდაცია ყველა ორგანიზაციებისა, რომლებიც ვარს ამბობენ განვითარებული ტექნოლოგიების ხალხზე გადმოცემაში. და ეს არ ნიშნავს ტექნოლოგიების განადგურებას, არა. მიზანი შედგება იმაში, რომ კვლევები შეინახონ, მაგრამ საიდუმლოება მოხსნან მათ გარშემო. 1950 წლიდან ჩვენ ვიცით, რომ ობიექტები შეგნებულად არ ინიშნებოდა რეესტრებში, ისინი იყვნენ დახურული უცხო თვალისთვის, არქივები კონსოლიდირებდნენ მხოლოდ საკუთარ სექტორში. ჩვენ აგრეთვე ვიცით, რომ სამეცნიერო ბაზები მონაცემებისა ინახებოდა საკუთარ სექტორში, აგრეთვე ვიცით, რომ სპეციალიზირებული პერსონალი გადაყავენ სხვა ობიექტებზე, სპეციალიზირებული პერსონალი გადაყავდა სხვა ობიექტებზე ან მიწიდან მიყავდათ, შემდეგ მათ უდავდნენ ინფორმაციის გახსნას იმის შესახებ, თუ რით იყვნენ ისინი დაკავებულები პლანეტის ფარგლებს მიღმა. ყველა ეს ტექნოლოგიები, რომლებიც ადრე იყო განაწილებული კონკურირებად ქვედანაყოფებს შორის, ახლა ეკუთვნიან უბიტო თანავარსკვლავედს. და სანამ მე აქ თქვენ გელაპარაკებითო, ისინი ერთვებიანო უფრო მასშტაბურ პროგრამებში ტექნოლოგიურ გადასვლასთან
დაკავშირებით და ეს ყველაფერი ხდება კულისებს მიღმა. ისინი ჩვენ გვამზადებენ კოსმოსურ ერისთვის, აგრეთვე გალაქტიკური ალიანსი ატარებს განსხვავებას იმ მეცნიერებს შორის, რომლებიც მონაწილეობდნენ კვლევებში, უბრალოდ იმის გამო, რომ მათი სამუშაო იყო გასაიდუმლოებული და მათ შორის, ანუ პარალელს ატარებენ ამ მეცნიერებს შორის, რომლებიც იძულებული იყვნენ ჩუმად იყვნენ, რადგან მათი სამუშაო დაკავშირებული იყო გასაიდუმლოებულ სამუშაოსთან და მათ შორის ვინც იყენებდა ამ გასაიდუმლოებას არასანქციონირებად კონტროლისთვის ამ გახსნებთან და ხო შემდეგ და ეს მეცნიერები აიძულნენ გაჩუმებული იყვნენ. დედამიწა უახლოვდება კრიტიკულ ზღურს. ითვლება, რომ ახლა კაცობრიობას შეუძლია მემკვიდრეობით მიიღოს ეს განვითარებული ტექნოლოგიები, ცივილიზაციები, რომლითაც შეუძლიათ ცივილიზაციის გაუმჯობესება, არ შეიძლება იყოს მუდმივად დამალული საიდუმლო ცეკებში, არამედ ეს ტექნოლოგიები, რომლებიც დაკავშირებულია აეროკოსმოსურ კვლევებთან, შეუძლიათ და უნდა გქონდეთ სამოქალაქო გამოყენება. განვითარებული ენერგეტიკულ სისტემებს შეუძლიათ ელექტრონული ინფრასტრუქტურის გარდაქმნა, მოძრაობის ახალი პრინციპებს შეუძლიათ რევოლუცია გამოიწვიოთ სატრანსპორტო სფეროში. განვითარებული სამედიცინო ტექნოლოგიებს შეუძლიათ მართონ გაუმჯობესონ დიაგნოსტიკა, რეგენერატიული მედიცინა და ჩვენი გაგება, ჩვენი ადამიანური ორგანიზმისა, ეკოლოგიური ტექნოლოგიებს შეუძლიათ წყალი გაწმინდონ, ჩვენ შევძლეთ მომავალში ავიღოთ წყალი ოკეანებიდან, რომლებიც 80%-ით ფარავენ დედამიწის ზედაპირს და გავწმინდოთ ის წყალი იმისთვის, რომ სასმელი წყლის მარაგი დავაკმაყოფილოთ. დაბინძურება ნულამდე მივა, სასოფლო მეურნეობა შეუძლია წარმოშვას უпростоრად ნამდვილი ორგანული პროდუქტები ისეთ მასშტაბში, რომლებიც დიდი ხანი არ ყოფილა და რაც მთავარია ჩვენ შევძლეთ ჩვენი ეკოსისტემის აღდგენას, იმიტომ რომ ჩვენი პლანეტა ახლა გვხვდება და ჩვენ ვწურავთ ჩვენ რესურსებს. ეს ტექნოლოგიები, რაც კი არსებობს, ყველა იმისთვისაა არსებობს, რომ ჩვენ მემკვიდრეობით მივიღოთ და ჩვენთვის მისაწვდომი იქნება ეს განვითარებული ძრავი სისტემები, რომლებიც შეამცირებენ ფას, ანუ იაფი დაждდება და სირთულეს კოსმოსური მოგზაურებისა. ამდაგგვარად ინფორმაციის გასცემის მიზანი გადის დემონსტრაციის ფარგლებს ჩაჩვევს მიღმა კოსმოსურ ერაში 2030 წლებში პლუს მინუსი გალაქტიკური ანგარიშის მიხედვით კაცობრიობა იმყოფება ზღურბზე ერთი ცივილიზაციიდან მეორე ცივილიზაციის
ცივილიზაციაზე გადასასვლელად. ცივილიზაცია, რომელიც იყო ჩვენამდე იყო უმეტესწილად პლანეტარული. ცივილიზაცია, რომელიც ჩვენ შემდეგ მოვა, უფრო მეტად დაიწყებს კოსმოსის შესწავლას. კაცობრიობამ უკვე დაიწყო ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც საჭიროა ამ გადასვლისთვის. მრავალჯერადი რაკეტები, მტარებლები, კომერციული კოსმოსური ფრენები, ორბიტალური ლაბორატორიები, მთვარის პროგრამები, განვითარებული რობოტო ტექნოლოგიები, თანამგზავრული დაჯგუფებები და უფრო განვითარებული კოსმოსური დაკვირვების სისტემები, ეს ყველაფერი რეალიზდება კოსმოსური ძალების მეშვეობით და ამდაგვარად გახსნა ადრე დამალული გასაიდუმლოებული ტექნოლოგიებისა დააჩქარეს ამ პროცესს და მთვარეც უფრო მისაცდომი გახდება, გაფართოვდებოდეს იქნება მუდმივი ორბიტალური ინფრასტრუქტურა, მარსი და ასტეროიდების სარტყელი, ისევ იქნება მისაცდომი მიზნები და ბოლოს კაცობრიობა დაიწყებს იმ აპარატების შექმნას, რომლითაც შეძლებენ მოგზაურობას მთელი მზის სისტემის ფარგლებში და ქიმიური ძრავების იმედად არ იქნებიან. ამ მომენტში მიწა არ არსებობდეს იქნება მხოლოდ პლანეტარული მასშტაბით, არა და მასზე არ იქნება მთავრობები, არა, კაცობრიობა გარდაიქმნება უფრო მზის სისტემის ცივილიზაციად და ბოლო ვადა ამ ინფორმაციის გახსნისა galактიკური ფედერაციის და იუპიტერის მეთაურობის თქმით, ეს ბოლო ვადა დამოკიდებულია რაღაც შეთანხმებულ გრაფიკს. ხო, ეტაპობრივად უნდა მოხდეს ეს ყველაფერი. მათ აქვთ ბოლო ვადა, მაგათმა იციან თუ როდის უნდა მოხდეს ეს. და ამ ვადამდე ეტაპობრივად უნდა მოხდეს ინფორმაციის გახსნა ჯერ, მაგრამ ერთდროულად ეს გახსნა ვერ მოხდება. რადგან ხო და ეს ინფორმაცია იხსნება ყოველი 3-4 კვირის განმავლობაში. ერთი რაღაც ნაწილი. ესე იგი 3-4 კვირის მანძილზე რაღაც ნაწილი ინფორმაციისა უნდა გაიხსნას. რატომ და არაკონტროლირებადი გახსნა ამდენი ხანი გასაიდუმლოებული ინფორმაციისა, რომელიც გრიფით საიდუმლოდ ინახებოდა, შეიძლება გამოიწვიოს, ასე ვთქვათ, პუტენიცა, არეულობა, ჩახართულობა და საინფორმაციო გადატვირთვას. ბევრჯერ მithქვამს მე თქვენთვის, რომ მე დრო დამჭირდა ინფორმაციას რაღაც მე გითხარით თქვენ ადრესმას ნათქვამი, რომ პოზროვათი დავიწყე ამ თემებთან გაცნობა და ყოველი ინფორმაციის მოსანელებლად დრო დამჭირდა. იმდენად იმოქმედა ჩემზე. ახლაც მე რამდენი ხანია ამ ასე თქვა დინებაში ვარ და ახლაც კი რამე ახალი ინფორმაცია მოდის. თქვენ მე დამშვიდებულ გულზე გიყვებით ამას, თორემ რამე ისეთი ინფორმაცია რომ მომდის ჩვენამდე, მე მჭირდება დრო რომ ეს ყველაფერი მოვინელო. ახლაც კი მჭირდება დრო რომ ეს ყველაფერი მოვინელო. და სადაა ჯერ იმდენი ინფორმაცია. იმდენი ინფორმაცია არსებობს, რომ უნდა მოვემზადოთ, რადგან უფრო ძლიერ შოკის მომგვრელ ინფორმაციებსაც გავიგებთ. ჩემთვისაც რომ იქნება ეს, ასე ვთქვათ, შოკის მომგვრელი. ეს ეხება ძალიან ბევრ ადამიანებს.
ხო რა არის ცით თავიდან შეიძლება შიშები დაგეუფრონ პანიკური შიშმა არ დაგაძინოთ ეგ ყველაფერი მე ახლა მეცნება თორემ მაგარი რთული მომენტებია სხვათა შორის თან მე ადამიანს რომელსაც ქონდა ყველაფერზე პანიკური შეტევები ყველაფერზე კისერზე რო წყალი მოხდებოდა უყურს შეტევაზე გადადიოდა და სულხა მიჭირდა იხჩებოდა მას გონი ეს მეთქვა თქვენთვის და ამიტომ როგორ მოიმზადე მე ჩემ თავს ვეუბნები კითხვას უსვამდი ჩემ თავს აი რომ მოხდეს აი ეს სიტუაცია შენ როგორ მოიქცევი ხო აი თუ მოხდი ასე სიტუაციაში როგორი რეაგირება გექნება ხო მე უყურე ჩემი თავი თანდათანობით მოვამზადე იმისთვის რომ შეიძლება რამე ისეთი ნახო ხო მომზადებად როდესაც ამას ნახავ შეიძლება შიშისგან გონება დაკარგო ან შიშმა გული გაგიხეთქოს ეგეც შეიძლება ამიტომ ამბობ შეშინება არ შეიძლება რავითარ შემთხვევაში შეიძლება მაგალითად აი ახლა რომ მიწიდან ამოვიდეს რეპტილია დრაკონიელებს არ გულისხმობ ჩვენ შიდამიწაში ცხოვრობს სამი ფორმა რეპტილიებისა უბრალოდ 4 ფორმა არ ვიცი მიწის ქვეშ თუ რომელიღაც საგა გველები ნახევრად ადამიანები ნახევრად გველები ამის გარდა ცხოვრობს კიდე სამი რეპტილია რეპტილია ის კი არა დრაკონიელები ადამიანის სახე რო აქვენ არა და ჰიბრიდები რო დადიან ჩვენ გარშემო არა ესენი არიან რეპტილიების სამი კატეგორია რომლებსაც ერთ პარტიას ცხვირპირი უგავს ძაღლზე უფრო მგელს ხო მოგძუ აქვს ხო შემდეგ მაგათ აქვენ სამი თვალწდები თითები მიხალებ ჭყალებით ესენი დადიან ორ ფეხზე აქვენ ბასრი კბილები პირიდან სულ ნერწყვი ჩამოუდით ასეთი კატეგორია 2 და მესამე ბავშვის ხელა 7-8 წლის ბავშვის ხელა სიმაღლის შეიძლება უფრო ნაკლებიც და იცით რა ბევრჯერ ბავშვობიდან უბრალოდ ეს გამეთქი გამიკურდა ბავშვობიდან სულ მესმის ჭინკებზე საუბარი და დედაჩემს აქვს ნახი ჭინკა ხეზე ფოჩი ხამით გარეთ გამოვიდა რაღაც ბუნებრივ საქმეზე და ჭინკა ნახა ხეზე ჩამოჯდარი და ბევრი შემთხვევები ყოფილა რადგან ეს ჭინკები გამოდიან ნოემბრის თვეში და სულ ბოლო დროს უბრალოდ ფიქრობდი ესე იგი სადღაც ამ ჭინკეს აქვენ კარიბჭე გამოსასვლელი და ბოლო დროს ამაზე ფიქრობდი და მივხვდი რომ ისინი გამოდიან შიდა მიწიდან რადგან ამაზე მოყვა მე 5 ვიდეო მაქვს დადებული მარშალის მიერ თავარი მონაწილე ამ ვიდეოებისა იყო მარშალი მახსოვს მისი სახელი თუ გვარია ეს არ მახსოვს ზუსტად 5 ვიდეო მაქვს გადაღებული და ამან თქვა და შემდეგ დამარტყა მე თავში რომ ჭინკებზე აქვს საუბარი რატომ და ჭინკები სამეგრელოში სინაკის რაიონში გამოდიან უფრო ხო ისე იგი მათ აქვენ სადღაიდან გამოსასვლელი ხო და ისინი არ კლავენ არავის ისინი იმიტაციას უკეთებენ ადამიანურ ენას შეიძლება აი თქვენი ბაბუის სახელი ვიღაც ახლობის სახელი დაიძახო ხო და შიშის ნიადაგზე შეიძლება ბევრად მოგესმის მაგალითად მე რომ მამასა ვიზებოდი აფხაზეთში გავს სადღაც მივარდნილ ჩიხში ცხოვრობდი ჩვენ მე ყანები იწყებოდა და მამამ დამტოვა ახლა ბებია ყოველთვის გარდენაზე იყო საწყალი ხალხ ასმა ქონდა და სულ გარბოდა სამალტყოფოში ხან გულს მოუყვანდა მამაჩემს დაყრიდა ყველაფერს გაიქციოდა და ასე პატარა ბავშვი მქვია მე-1 კლასელი ბავშვი თან მე მოსული ბავშვი ვიყავი და მამაჩემის ჯინი ქონდა ბევრს და კიდევ კარგი არაფერი დამიშავა
თუმცა სწავლობები ერთხელ არ იცოდა მეზობელმა ბებია თუ სახლში იყო და წყალი მთხოვა. ხო და მე გამოვარდი ბოთლი და აგიმსებ მეთქი. კრანი მოდიოდა ჩვენთან. კარგი ცივი წყალი და არიკეტებოდა და სულ ცივი წყალი მოდიოდა და ბებია ეჭვენი ქალი იყო საერთოდ. მამის დედა. და ეს ბოთლი რომ მივეცი, ამას გაყოლია და ხომ იცით ადრე ძველებური ასაცილებლები იყო. ასე გადადიოდით. ხობე იყო, მაგრამ ხობეზე იყო იქე და აქეთ კიბის მაგვარი გაკეთებული. ძველ სოფლებში დღესაც იქნება მაგე ასე. და აქედან გადახვიდოდი, გადავიჭერდი, ჩახვიდოდი ხობეს. აი, წასულა ბებია, იმ გაყვა და იქედან უნახავს იმ ბიჭმა წყალი რო გადაასხა. და მე მითხრა, მე რო ეხლა აქ არ ყოფილიყავიო. იცი დაგიშავებდაო. მე ვნახევ წყალი როგორ გადაასხაო. თურმე ბებიას დანახვაზე არ ესიამოვნა ამას. აი ასეთი სიტუაციები ბევრი იყო. ხო და მე შემეშინდა, რა ბავშვი ვიყავი, შემეშინდა და შიშით. შიშით კი არა, ალბათ, როდესაც ადამიანს შიში იპყრობს, მერე დემონების შემოსება იწყება და ამ შიშით ისარგებლეს დემონებმა და მამაჩემს ერქვა რეზო. და ვითომ უძახდნენ მამაჩემს. რეზო, გავიგე, მესმოდა. მე შიშმა შემიყვა ბეკი და ჩავიკეტე. აი, ხოხი იყო, შიგნიდან ნაჭრთუ ჩაკეტავდი. ის კიდე ვურსანი იყო მიჭიდი და იმ ვურსანზე უნდა დაგეხვია. მიწური იყო რა, პატარა მიწური ხოხი. და ამიტომ ამბობ, ხალხო, ეს მიმიხვდური ჭინკებზე აქვს საუბარი, რადგან იმიტაციას მეტი აბა მიწიდან ვინამოვა კიდე. მიხვდი რომ ჭინკებზეა საუბარი და ეს ჭინკები, რომლებსაც ჩვენთან სამეგრელოში ჭინკებს უძახიან, სინამდვილეში არიან რეპტილიები. რეპტილიის ნაირსახეობა. ხო. და სხვადასხვა ყოველ ნოემბერში ხდებოდა ეს. ხო და ამ ამბებს რომ ისმენენ ისინი სკეპტიკოსები, რომლებსაც ამ სიმართლის არ ჯერათ, იმას ხო იჯერებენ, ჭინკების ამბავს ხო იჯერებენ. ესე იგი ჭინკებიც არ არსებობს, ხო? მაგრამ ჭინკებს ხედავს სამეგრელოში ხალხი. ძველი დროიდან ხედავდა. წამოიდგინეთ ახლა თქვენ. და ჭინკები თუ რეპტილიები იყო, რეპტილოიდების ჯგუფს ეკუთვნოდა, მეც არ ვიცოდი იმ დრომდე. და galaktikuri ცივილიზაციები აიძულებენ ძალით არა, მაგრამ სულ აქვენ კონტაქტები და სულ ფსიქოლოგიურად აი უწოთავენ რომ მოხდეს გამოხვითება ხალხის, რომ მოხდეს საზოგადოებრივი ინტერესის აწევა ამ ინფორმაციის გახსნასთან დაკავშირებით და სახელმწიფოებმა ყოველთვის უნდა გააკეთონ სენსაციური გახსნები. სანამ არ გაიხსნება ინფორმაცია სრულად. მიზანი შედგება იმაში, რომ ეს თემა არ გაქრეს საზოგადოებრივი თვალსაზრისიდან, ველიდან, საზოგადოებრივი ხედვის ველიდან, უпростоრად. ყოველი ახალი ინფორმაციის პორცია უნდა აწიოს და ეს გახსნა ინფორმაციის უნდა პორციად უნდა წევდეს მაღლა საზოგადოებრივის გაცნობიერებას. ანუ პორციად. ხო? აი, როდესაც ერთი პორცია ინფორმაციის საზოგადოება მიიღებს, ამას გადაამუშავებს, შეიგნებს, აითვისებს, შემდეგი პორცია. ამის მიზანი დევს იმაში, რომ კაცობრიობა არ შეაშინონ. იმიტომ რომ ყველას ერთნაირი ნერვები არ აქვს. ეს
რომ არ მოხდეს ჩვენი დესტაბილიზაცია და არ გამოიწვიოს ინფორმაცია მასიური პანიკა. ამიტომ გალაქტიკური ალიანსის ან ფედერაციის ფლოტი გალაქტიკური ალიანსის ან ფედერაციის ფლოტს არ შეუძლია ასე უბრალოდ დაიშვას მაგალითად თეთრი სახლის ტერიტორიაზე. არ შეიძლება რომ ხალხი არ შეშინდეს. ხო, პირველი ნაბიჯი ეს არის არსებობა, აღიარება, საფრენი აპარატების არსებობა, მეორე აღიარება, რომ ბევრი ინციდენტი რჩება ამოხსნელი, რადგან არის არამიწიერი წარმოშობის მესამე ნაბიჯი ეს აღიარება, რომ ზოგი ობიექტები ფლობენ დამახასიათებელ ასე ვთქვათ ხასიათს, რომელიც სერიოზულად მოითხოვენ სამეცნიერო შესწავლას. მეოთხე ნაბიჯი აღიარება იმისა, რომ მთავრობებმა შეაგროვეს საკმარისი მეტი ინფორმაცია, ვიდრე იყო ცნობილი ადრე. და შემდეგი ნაბიჯები აქედან გამომდინარე მიიყვანენ იმ აღიარებამდე, რომ არსებობს უფრო მაღალი განვითარებული კაცობრიული არსებობა უცხოპლანეტელებისა, ცივილიზაციებისა, არადამიანური გონებისა და ყოველი ნაბიჯი ამზადებს ჩვენ ცივილიზაციას შემდეგი ნაბიჯისთვის. ამდაგვარად ყველაზე მასშტაბური ტრანსფორმაცია მოხდება, როდესაც ყველა ეს თემები გამოვა ჩრდილიდან და გახდებიან საზოგადოებისთვის ცნობილები და დაიწყება სამეცნიერო გამოკვლევები. ამ მომენტში ყველა უნივერსიტეტები, რომლებიც იმ მომენტისთვის იქნებიან რეფორმირებულები, რადგან ახლა ისინი კონტროლდება როკფელერების იეზუიტებით და ტრანსფორმირების შემდეგ ეს უნივერსიტეტები დაიწყებენ არატრადიციულ მეცნიერ დარგების შესწავლას, თავისუფალ ენერგიის შესწავლას, სივრცეთაშორისო ფიზიკის შესწავლას. ფიზიკები შეძლებენ ღიად გამოიკვლევონ ანომალური აერო-კოსმოსური მოვლენები, ინჟინერები შეძლებენ ადრე მიუწვდომელ მასალების შესწავლას, ასტრონომები შეძლებენ თავისი სამუშაოს კოორდინირებას თავდაცვით და სამოქალაქო სენსორულ ქსელებთან და კვლევარები სამედიცინო დარგში შეძლებენ შესწავლას ბიოლოგიური შედეგებისა ექსტრემალურ პირობებში ყოფნის შემდეგ მომავალი კოსმოსური მოგზაურობებთან დაკავშირებით და ამ მომენტში ყველა მთელი მსოფლიოს რჩეულ გენიოსებს ტვინებს ექნებათ წვდომა, უпроსტად არ დასჭირდებათ წვდომა იმისთვის, რომ დასვან არასტანდარტული შეკითხვები. ამ მომენტში გადასვლა გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის გახსნის შედეგი, როგორც შედეგი, ცნობები არ იქნება გასაიდუმლოებული და ლაბორატორიის კარებს შენობებს მიხლა გავა. ჩვენ მყავლარიან ისეთი მეცნიერები, რომლებიც არიან გასაიდუმლოებულები და ისინი წინ უსვამენ ჩვენ უბრალო მეცნიერებს, რომლებიც ცხოვრობენ ზედაპირზე 900 წელით. ამდაგვარად ცნობები გავა ამ საიდუმლო განყოფილებების კედლებს მიხვა და გახდება ცივილიზაციის მემკვიდრეობად. მაგრამ გალაქტიკური ალიანსი დგამს ერთ ფუნდამენტალურ მოთხოვნას, კაცობრიობა დამოუკიდებლად უნდა განავითაროს თავისი ცივილიზაცია და დამოუკიდებლად უნდა მართოს ის. ესე იგი, განვითარებული ცივილიზაციებს არ შეუძლია უბრალოდ მოსვლა და ჩვენს მაგივრად მომავალი ააშენონ დედამიწაზე. კაცობრიობა უნდა მონაწილეობდეს თვითონ თავის მომავლის პროცესში. ზუსტად ამიტომ ტექნოლოგიების გახსნა წარსდგება როგორც მემკვიდრეობა და არა როგორც გადარჩენა.
გახსნისთვის ჩვენ გვჭირდება მეცნიერები, ინჟინერები, ინსტიტუტები, ადამიანური ეთიკური სტანდარტები, ადამიანური კონტროლი და მიზანმიმართული მსოფლიო თანამშრომლობა. ამგვარად გალაქტიკური ალიანსის მიზანი არ არის შეცვალოს ცივილიზაცია, არამედ შეცვალოს კაცობრიობის ცივილიზაცია, არამედ მისცეს კაცობრიობას შესაძლებლობა დამოუკიდებლად ააშენოს შემდეგი ცივილიზაცია. მაგალითად, ამერიკაში დიდი ნაწილი ამ ინფორმაციისაა გასაჯაროებული იქნა ამ უსო აპარატებთან დაკავშირებით და მთავარი ისტორიული არქივებში არის მასალები ლურჯ წიგნისა, რომელიც მოქმედებდა 1957 წლიდან 1969 წლამდე. არის აგრეთვე ანგარიშები საჰაერო რაზვედკისა, რომლებიც მოქმედებდნენ 1958 წლიდან 1953 წლამდე. მასალები პროექტისაც ლურჯი წიგნი, რომელიც მოქმედებდა 1952 წლიდან 1969 წლის ჩათვლით. კინო პლონკები პროექტისა ლურჯი წიგნი, რომლებიც მოქმედებდნენ 1950 წლიდან 1966 წლამდე, აუდიო ჩანაწერები პროექტისა ლურჯი წიგნი, რომელიც მოქმედებდა 1953-დან 1967 წლის ჩათვლით, აგრეთვე ფაილები ანგარიშისა როზველტის ინციდენტზე 1987 წლიდან 1991 წლის ჩათვლით, აგრეთვე ვიდეო და აუდიო მასალები დაკავშირებული ამ როზველტის ინციდენტთან, აგრეთვე საჰაერო ძალები, ამერიკის საჰაერო ძალები გეგმავენ ენდეოს ფოტოების გასაჯაროვებას კონგრესმა დაავალა ფედერალური სააგენტოები გამოაქვეყნონ საბუთები, დოკუმენტები დაკავშირებული NLO-სთან შემდეგი გასაჯაროვებისთვის და ნაციონალურ არქივში გადასაცემად. ეს არ ნიშნავს იმას, რომ კონგრესმა აღიარა უცხოპლანეტელების არსებობა, ეს ნიშნავს იმას, რომ დოკუმენტებში, რომლებშიც იყენებენ ამ ტერმინებს, ჩამატებული იქნებიან საარქივო პროცესში. ეს პროცესი გრძელდება დღემდე. 615 საბუთი დაემატება ახალ ფედერალურ საბუთებს. ლურჯი წიგნი რჩება მთავარი ისტორიული ამერიკული არქივის ნაწილი, სადაც დედა მონაცემები NLO-ზე, სამხედრო საჰაერო ძალები ამერიკის საჰაერო სამხედრო ძალებმა შეაგროვეს და შეისწავლეს 1000 მესიჯები უჩვეულო ობიექტებზე ამერიკულ ცაში. ამ დოკუმენტებში დენა ჩვენებები მოწმებისა, სამხედრო კვლევების შედეგები, ფოტოები, მიმოწერა და საქმები, რომლის კლასიფიკაცია კვლევარებმა ვერ შეძლეს, მაგრამ არის მნიშვნელოვანი განსხვავება. ამერიკის საჰაერო ჯარების მიხედვით იყო რაღაც ამოხსნილი შემთხვევები, რომელიც აღწერილია ლურჯ წიგნში და დაკავშირებული არიან არამედ კოსმოსურ ხომალდებთან. საქმე საუბარი არ მიდის ამ უცხოპლანეტელებზე, გადაუწყვეტი შემთხვევებში საუბარია იმაზე, რომ მოწმეებმა ვერ შეძლეს განსაზღვრა იმისი, თუ ეს რა იყო. როზველტის ინციდენტმა დატოვა აგრეთვე ძალიან ბევრი დოკუმენტალური ბაზა და ნაციონალურმა არქივებმა შეინახა
ფაილები ამ რუზველტის ინციდენტზე, ჩანაწერები, აგრეთვე გამოსაკვლევი მასალები, რომლებიც იქნა შექმნილი მოგვიანებით. პირველადი ნატეხები იყო დაკავშირებული სხვა პროექტთან. მაგრამ კონტაქტი არამედ ცივილიზაციებთან იყო. ნაციონალური არქივი მიუთითებს იმას, რომ ჯგუფში ჩანაწერებში ნომრით 342 ამ არქივებში არის რამდენიმე ფოტო NLO-ზე, რომელიც გადაიღო სამხედრო სახაერო ძალებმა, ამერიკის სამხედრო სახაერო ძალებმა და მათი ყოფნა არქივში ამტკიცებს იმას, რომ სამთავრობო დაწესებულებები აგროვებდნენ და სწავლობდნენ მასალებს დაკავშირებულ NLO-სთან და ეკავათ ეს მონაცემები შენახული ჰქონდათ საიდუმლოდ. მაგრამ ტერმინოლოგია დრო შეიცვალა და ტერმინი NLO, ანუ ამოუცნობი საფრენი აპარატი შეცვალეს ტერმინით UAP, რუსულად UAP. ახლა NLO-ს უწოდებენ UAP. აგრეთვე პუბლიკური სტატისტიკა საუბრობს იმაზე, რომ აგრეთვე ხდებოდათ ბურთისმაგვარი ობიექტები, ცილინდრული და ოვალური ფორმის ობიექტები, განათებული ობიექტები, სამკუთხედიანი ხომალდეები, აგრეთვე პოლიგონები, აგრეთვე ხომალდები კვადრატების ფორმით და ყველაფერი ეს დენა არქივებში, აგრეთვე TikTok-ში. TikTok-ი მე არ მაქვს. ბურთები ეს არის გვარალი ობიექტები და სფეროები, რომლებიც წარმოადგენენ ყველაზე მრავალრიცხოვან მორფოლოგიურ კატეგორიას ყველა ანგარიშებში, რომლებიც შეიცავენ ინფორმაციას ფორმის შესახებ. ამჟამად გასაჯაროებული არის 2026 მასალა და ეს ინფორმაცია კიდევ იმატებს, ივსება. ამ მისაწვდომ ტაბულაში წარმოდგენილია ანგარიშები იმ მისიებზე, რომლებიც იყო დაკავშირებული ინციდენტებთან სპარსეთის ყურეში, არმუზის ყურეში, ირანში, სირიაში, ადინურ ყურეში და სხვა ადგილებში. ეს ყველაფერი არის ანგარიში 2020 წლის 7 აგვისტოს ანგარიში არის კადრები წარმოდგენილი ცენტრალური მეთაურობით, ამერიკის ცენტრალური მეთაურობით, სადაც აღნიშნულია ობიექტები და სადაც აღწერილია ცივი ბურთები დიამეტრით 4 ფუტისა, ბურთები დიამეტრით 4 ფუტისა. ათ წლების განმავლობაში საიდუმლო დოკუმენტებში, კონტაქტებზე, ანგარიშებში, მოწმეების ჩვენებებში, აგრეთვე ლიტერატურაში NLO-ს შესახებ აღიწერებოდნენ არსებები, რომლებსაც ჩვეულებრივად უწოდებდნენ უხებს. მაღალი რუხი ნორდიკები, მაღალი თეთრი რეპტილოიდები, ღვთის ლოცველები, პლეადინელები, არტურიანელები, სირიელები, ანდრომედიანელები, უფრო სირიელები კი არა, სილიციანელები. წარმოდგენლები ორიონის ჯგუფიდან, კატის მაგვარი არსებები და ბევრი სხვები. 50 მათგანზე მოყვა ისმაილ პრესი და თალკე ვიდეო მაქვს ამასთან დაკავშირებით.
და ესენი ყველა პლეადინელები, არტურიანელები, ორიანცები და კატების ცივილიზაცია კონტაქტობენ, თანამშრომლობენ მიწიერ ალიანსთან. და ჩვენ შეგიძლიათ მას ამ მასალების სამი დონე გამოვყოთ. პირველი დონე ეს ის, რასაც ისინი უწოდებენ ოფიციალურ სამთავრობო დოკუმენტებს. ჩვენ ვიცით, რომ დოკუმენტები, ვიდეო ჩანაწერები და ყველა ანგარიშები ორიგინალია. და რასაც მალავდნენ ჩვენგან ჩრდილოეთის სახელმწიფო. მეორე დონე ეს დამტკიცებული ჩანაწერები, რომლებიც შეიცავენ არ დამტკიცებულ განცხადებებს. ანუ მიიღეს რომ აი ნახეს ეს, მაგრამ ვერ ხსნიან, ამას ქვია არ დამტკიცებული განცხადებები. მესამე დონე ეს დამოწმება კონტაქტორებისა, მეტაფიზიკური მასალები, განცხადებები კონკრეტულ არამეტიერ ცივილიზაციების არსებობაზე სინამდვილეში არსებობენ და ისინი არ იყო წარმოდგენილი ან აღიარებული ოფიციალური მთავრობების მიერ. ისინი იყვნენ აღიარებული როგორც დამოკიდებელი პროგრამები. ამდაგვარი კლასიფიკაცია არ იძლევა საშუალებას ჩვენ შევურიოთ ერთმანეთში ორიგინალური საიდუმლო მოხსნილი დოკუმენტებთან, რომლის წარმოშობა ან განცხადება რჩება საკამათოდ. ბევრი მათგანი დაკავშირებულია ორგანიზაციასთან დასახელებით Majestic 12. ვინ არიან? რა არის Majestic 12? Majestic 12 არ შექმნა ეზეხაუერმა არც ტრუმანმა სინამდვილეში. ეზეხაუერს უნდოდა შემოჭრა ზონა 51-ში, მაგრამ Majestic-მა არ მიცა მას ამის გაკეთების საშუალება. ხო და უпростоრად ტრუმენს Majestic 12 შეუქმნია ტრუმენს, მაგრამ შეგახსენებთ წინა ვიდეოებიდან გამომდინარე, რომ ამ Majestic-ის ხელმძღვანელი იყო უცხოპლანეტელი, რომელიც ძალიან ჩამოგავდა ადამიანს. ხო და ეს Majestic 12 პასუხობდა ინფორმაციის გასაიდუმლოებაზე. ზუსტად ის მალა და 80 წლის განმავლობაში ყველა ავარიაში მოხვედრილ უცხო ხომალდებს და მათზე ამბობდა, რომ ეს არისო სახაერო ბურთები. ეს იყო Majestic 12. და ამის შესახებ მითხრა ვალენტინ ტორმა და წინა ვიდეო ორად გავყო ვიდეო ამას წინათ. და ის ბიჭი ცოტა სხვაგვარად საუბრობდა და სიმართლე გითხრათ, ახლა ვახერებ, რომ რაღაც ის სტუმარი, რომელიც ყავდათ იმ ბიჭებს, ისე არეულად პასუხობდა კი, იცით რა, ძალიან ცუდი თარგმანი იყო, ძალიან. აქეთ ორი წამყვანი, აქეთ ეს სტუმარი, აქეთ ეს თარგმანი იყო გაკეთებული ხელოვნური ინტელექტით და ცოტა სიმართლე გითხრათ, მეც კი გამიჭირდა მაგის თარგმნა, იმიტომ რომ არეული იყო ყველაფერი. და ვიზესი ხო Majestic 12 იყო დაშლილი 2017 წელს, მაგრამ Majestic 12 ახლაც არსებობს. გასაგებია მაპატიეთ, მე არასდროს გავიგე ინფორმაცია. რადგან Majestic 12 დაშლილი იყო 2017 წელს, ეტყობა ეს Majestic 12 ახლა სხვა ფუნქციებს ასრულებს და ახლა დააყენეს. ახლა უცხოპლანეტელი ამ Majestic 12-ის ხელმძღვანელად. ხო, მაპატიეთ, ახლა მე თქვენ გაუგებრობაში შეგიყვანეთ კინაღამ. ხო, ეს ხარ ვიცოდი მე არ რომ ისმენია ვიდეოც პირდაპირ თარგმნი ამას. ზოგ ვიდეოს მე წინასწარ უსმენ. ხო, მაპატიეთ, კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშ და ძველ Majestic 12-თან საქმე დამთავრებულია. ხო, კარგით. და ტრამპს დაავალეს თვეში ერთხელ ინფორმაციის რაღაც ნაწილის გამოქვეყნება. მაგალითად, CERN-ს აქვს ძალიან დიდი უზარმაზარი კოლექცია მასალებისა დაკავშირებული დისტანციურ დაკვირვებასთან და პროგრამა ვარსკვლავურ კარიბჭეებთან დაკავშირებული. აგრეთვე გილფრეიმის ეპოქასთან დაკავშირებული ინფორმაცია. CERN-ს ბიბლიოთეკაში იმალება
საიდუმლო მოხსნილი ანგარიშები, რომლებშიც დოკუმენტირებულია მთავრობების მიერ სპონსორებადი პროგრამები დისტანციურ დაკვირვებასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ამ დოკუმენტებიდან გრიფლე იმედში დეტალურად აღწერილია დისტანციურ კვლევებში ვარჯიშები და მოყავდათ დამკვირვებლის აზრი ამასთან დაკავშირებით. და სტენოგრამის სეანსში იყო ჩაწერილი თუ რას ხედავდა ექსპერიმენტის დროს მონაწილე. ასევე შეიძლება ითქვას იმ ფაილებზე დისტანციურ დაკვირვებასთან დაკავშირებით, რომლებიც შეიცავენ მარსის არაჩვეულებრივ აღწერებს, მის სტრუქტურას და არსებებს, რომლებიც ბინადრობენ დედამიწის ფარგლის გარშემო მიღმა ვარსკვლავური კარიბჭის პროექტის ჩარჩოში გამოიყენება დამკვირვებლები, რომლებსაც შეუძლიათ დისტანციურად ნახონ თუ რა ხდება კოსმოსში. ახლა მე თქვენ აგიხსნით, რას ნიშნავს დისტანციური დამკვირვებლები. მაგალითად, ვინც როგორც ალიონა ბერეგინია, პანდორა ლეტალია, როგორც ისმაილ პერესი, როგორც პენი ბრედლი და ბევრი მისნერი კონტაქტორი, როგორც ლილი ნოვა ბევრჯერ მიხსენებია მე კიდევ ბევრი მათგანი ხედავენ იმ სამყაროს. რა არის კოსმოსი? კოსმოსი წარმოადგენს უკვე ჯერ ასტრალურ სამყაროს და მერე სივრცეთა შორისო სივრცე სამყაროს, ხო? და ვისაც აქვთ ეს უნარები, ნახონ წვრილი დონე, ნახონ გაიხედონ შორს, მათ არ სჭირდებათ კოსმოსში გასვლა, მათ არ სჭირდებათ კოსმოსური სკაფანდრები, იმისთვის რომ გავიდნენ კოსმოსში, ან რაღაც ნახონ. არა, ეს ადამიანები გადიან თავისი ცნობიერებით, აი როგორც მე სილავიან დავუშვათ ოთახში მაგიდასთან, უყურებენ კომპიუტერს და რაღაც მომენტში კლიენტებთან მუშაობისას მაგალითად იგივე ლეტალია გადის იმ დროში, რა დროსაც მაგალითად ერთ-ერთი ცხოვრებაში კლიენტმა რაღაც დაუშვა ისეთი შეცდომა, რომ ახალ დროში მას ხელი ეშლება, ხო? ის იმას ასტურებს. არა, იგენი არ ედებიან ყველაფერში. ოღონდ რუსულად რო იწყიან ключевые моменты. აი ეს ключевые моменты, აი ამ მომენტებს თუ გამოასწორებ, ახანდელი მაგალითად ერთ-ერთმა სვენელმა მომწერა, მე ვარი და სახელი არ ვიცი ვერ გეტყვით, რომ მან შეძლო წარსულში წასვლა შეცდომის გამოსწორება იმ შეცდომისა, რომელმაც მის დღევანდელ ცხოვრებაში პრობლემები შეუქმნა, წავიდა გამოსწორა ეს შეცდომა. ესე იგი, მაგრამ ამ ხალხს, ვინც საქართველოში უფრო იცით რა შეზღუდულია, იმ მხრივ, რომ ხალხს ეშინიათ, თუ მასზე რას იტყვიან, კოლეგები, ნათესავები ეშინიათ, რომ მათ დასცინიან, რომ მათ შეაგინებენ, ან რაღაცას იტყვიან, ხო? თავიდან ეს შიშები მეც ხონდა, მაგრამ მე ეს შიშები ყველა გავიქრე. მე ვამბობ ჩემ ასლს და მე არაფრის არ მეშინია. მით უმეტეს ახლა ისეთი დროა, შეგიძლია ყველაფერი ელაპარაკო თავისუფლად, ხალხო. მე იცით რა, ვისაც არ მოწონს, რასაც მე ვსაუბრობ, ნუ მოусმეთ. ნუ მისმეთ, რატომ მისმეთ? რომ შემდეგ რა ნეგატიური მომწეროთ რისთვის? მე ამ ნეგატიურებს არ პასუხობ. ამ ნეგატიურებს შლი უბრალოდ. არა, რომ უპასუხო, მერე დაიწყება ეს ნეგატიური მიწერა, მიმოწერა და ვიბრაციები დაუვარდება ჩვენ ვიდეოებს, იმ მხრივ რომ მე თქვენ ამ ვიდეოს როდესაც ვიღებ, მე ვარ პოზიტიურად განწყობილი, ვარ კარგ გუნებაზე. და ბოდიში ვიხდი იმ მომენტებისთვის, როდესაც ხანდახან მე მეძინება. ეს უცებ ხდება, მომენტალურად მერევა ძილით, თორე მე მძინარე და დახალ-დახანცული კი არ წერ ვიდეოს. მე ვწერ ვიდეოს, როდესაც მაღალ განწყობაზე ვარ. ამიტომ, როდესაც ნეგატიურ სცენარებს, ნეგატიურ კომენტარებს დევს ვინმე, ეს მოქმედებს უკვე ადამიანების ვიბრაციებზე. ვინც კი ამ კომენტარს წაიკითხავს, იმათაც კი მოქმედებს, ამიტომ მე არ პასუხობ. მე ამ ნეგატიურ კომენტარებს ყველას ვშლი. არ პასუხობ ისე. ამიტომ თქვენც არ უპასუხოთ. ნუ, კარგად თქვენ დადებით პოზიტიურ ენერგიებს ვიღაც ნეგატიური კომენტარებს საპასუხოდ. Facebook-ზე ვცდილობ
გავარკვიო ბევრი, მაგალითად გამიხარდა ძალიან Facebook-ზე შეიქმნა მისტიკური საკითხებთან დაკავშირებით რაღაც ჯგუფი, ისე გამიხარდა და იქ ვისაც რა შეკითხვები აქვს მისტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, იქ წერენ ზოგიერთი წერს ანონიმურად, იმიტომ რომ ეშინიათ და მე საერთოდ არ ვჭი ასეთ ხალხს. სწორად შვებით. იმიტომ რომ თქვენ ისა მესმის რატომ აკეთებთ ამას. კარგით, მოდით გავაგრძელოთ. კარგით, მე ამი დავასრულებ, იქ კითხვა პასუხი მოდის და ამ თემას ამი დავასრულებ. მადლობთ ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე, დროებით. არის თუ მოვასწრებთ დღეს მეორე ვიდეოსაც დავდებ, ახლა გარეთ ისეთი წვიმაა. თუ მოვახერხე და ხანდახან ამინდი ცუდად მოქმედებს Wi-Fi-ზე. თუ არ გაჭედა ან თუ იმუშავა Wi-Fi, ნახოთ. თუ შევდელი. მადლობთ ყურადღებისთვის.